საკუთარი არჩევანი დააფიქსირა მე-6 საარჩევნო უბანზე პარტია ირაკლი ღლონტი რეფორმატორების ბათუმის მერობის კანდიდატმა. დავით დიასამიძის თქმით, ხმა გაბატონებული მახინჯი რეალობის ცვლილებას მისცა. კანდიდატს თანაქალაქელების მხარდაჭერის იმედი აქვს. შვილთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანზე ბლოკ კახაკუკავა ფიქრია ჩიხრაძის ბათუმის მერობის კანდიდატი. ალექსანდრე თევზაძე გაკეთებული არჩევანისგან ცვლილებებს ყველა მიმართულებით ელის. ოჯახის წევრებთან ერთად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია პარტია ერთიანობის დარბაზის ბათუმის მერობის კანდიდატმა. მერაბ ხიმშიაშვილი აცხადებს, რომ არჩევანი რეგიონის ნათელ მომავალსა და ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე შეაჩერა. კანდიდატს თანაქალაქელების დახმარების იმედი აქვს. პირველ რიგში არსებულმა რეალობამ გადამაწყვეტინა, რომ გადამედგა ის ნაბიჯი და ამ იყო ის დიდი პასუხისგებლობა ჩემი ქალაქის წინაშე, ჩემი მოქალაქეების წინაშე, ჩემი ბათუმის წინაშე და რაც მთავარია, უნდა ვიზრუნო ქალაქის ნათელი მომავლისათვის და უნდა შევცვალო ის მახინჯი რეალობა, რომელიც დღეს სუფევს და არსებობს. ბევრი საფიქრალი არ მქონდა ვის მიცემდი ხმას და ამ უპირატესობით ვისარგებლე, რა თქმა უნდა, ალექსანდრე თევზაძის. ჩვენ ბევრი ცვლილებები გვინდა რომ გავაკეთოთ და ველოდოთ შედეგებს და ამის შემდეგ უფრო შემიძლია უკვე გავაკეთო პანეტა. ხმა მივეცე ჩვენი ბათუმის და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს. მაქსიმალურად მოუწოდებ ყველას აქტივობისაკენ, რათა ერთად გავაკეთოთ სწორი არჩევანი. პრაქტიკულად იმ მცირე დროში მაქსიმალურად მოვახერხეთ თითოეულ ოჯახისთვის წარგვედგინა თუ რისი გაკეთება შეგვიძლია.